დედოფლის წყარო მასშტაბური ღონისძიებებისთვის ემზადება. 2 აგვისტოს მუნიციპალიტეტი ელიაობას იზეიმებს. მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით ღონისძიებები ტრადიციულად ელიას მთაზე წმინდა ილია თესბიტელის სახელობის მე-6 საუკუნის ტაძრიდან დაიწყება. მისი განმარტებით დედოფლის წყაროობა 2025 გამორჩეული იქნება. დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დედოფლის წყაროელისთვის 2 აგვისტო საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია. ჩვენი ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაული და ყველაზე სახალხო დღესასწაული აღინიშნება ელიაობა და ამასთანავე უკვე ბოლო 13-14 წელია დედოფლის წყაროობა, როდესაც ხდება ხოლმე საპატიო დედოფლის წყაროელების გამოვლენა და იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომელიც თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის ან ზოგადად დედოფლის წყაროსთვის, იმიტომ რომ შეიძლება ეს საპატიო დედოფლის წყაროელი სულ არ იყოს დედოფლის წყაროელი წარმოშობით მის განვითარებაში წვლილი აქვს შეტანილი და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და კარგი ღონისძიებები დავგეგმოთ ამ დღისთვის. არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. ტრადიციულად დილა დაიწყება ელიას მონასტერზე საზეიმო წირვალოცვით, რომელსაც დედოფლის წყაროელები და ჩვენი სტუმრების უმრავლესობა ესწრება ხოლმე. შემდეგ გაგრძელდება უკვე ტრადიციად ქცეული ქართული ჭიდაობის ტურნირით, რომელსაც ძალიან ბევრი დამსწრე ხავს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და წელსაც ასე იქნება და ყველაფერს საღამოს დაგვირგვინდება გრანდიოზული კონცერტით, რომელიც საღამოთი 19 საათზე ან 7 საათზე დაიწყება, მანამდე 6 საათზე იქნება დედოფლის წყაროს ცენტრში კულტურის სახლის ეზოში ძალიან კარგი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი პატარა შვილებისთვის, ჩვენი პატარა მეგობრებისთვის იქნება განკუთვნილი. სხვადასხვა ანიმატორები, ზღაპრის გმირები გაართობენ ჩვენს ბავშვებს, იქნება დრამ-შოუ, ოჩოფეხები, სპეციალური სასურათე ზონები, სახის მოხატვა და ის აქტივობები, რომლებიც ჩვენს პატარებს ძალიან ახარებს და უკვე 7 საათიდან დაიწყება ჯგუფი მიქსტურას მონაწილეობით და ჩვენი ადგილობრივი ძალიან ნიჭიერი შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი, სადაც გამოვლინდებიან ჩვენი საპატიო დედოფლის წყაროელები და საშუალება გვექნება რომ მადლობა მოუხადოთ მათ ამ ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვით ჩვენს მუნიციპალიტეტთან და აქვე მინდა ექსკლუზიურად პირველი თქვენ გასწრით ამ ინფორმაციას. ამავე ღონისძიებაზე მოხდება ჩვენი საამაყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის წიგნის პრეზენტაცია და მისი ასე ვთქვათ ამ წიგნის გამოფენა დაყიდვა და ესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჩვენი დედოფლის წყაროების ღონისძიებისთვის და ვიფას კახელებს, გურჯაანის ტელევიზიის მაყურებლებს, ყველას ვეპატიჟები, რა თქმა უნდა კონცერტზე დასწრება თავისუფალია და მოხარული იქნებით სტუმრების მობრძანებით და ერთად ვიზეიმოთ ეს დღესასწაული დედოფლის წყაროობა და ელია.